შენ მუშაობ ორგანიზაციაში, რომლის გამართული საქმიანობისათვის საჭიროა გქონდეს საქართველოს კანონმდებლობაში მიღებული 10,000-ობით ნორმატიული აქტი. შენ მუშაობ ორგანიზაციაში, სადაც გესაჭიროება მიიღოს სიახლეები მათი ცვლილებების შესახებ. შენ მუშაობ ორგანიზაციაში, სადაც გინდა იცოდე ამ სიახლეებიდან, რომლები ეხება შენთვის საინტერესო ნორმატიულ აქტებს. შენ მუშაობ ორგანიზაციაში, სადაც ნებისმიერი ნორმატიული აქტი ყველა ცვლილებებით გექნება კოდიფიცირებული და შეძლებ მისი ნებისმიერი ძველი და ახალი მდგომარეობის შედარებას. შენ მუშაობ ორგანიზაციაში, სადაც უნდა იცოდე უცნობი იურიდიული ტერმინების განმარტება. და უბრალოდ მუშაობ ორგანიზაციაში, სადაც გჭირდება GSS კოდექსი. შენ გჭირდება გარემო, რომელიც შეცვლის ყველაფერს. კოდექსში მუშაობის დროს დააჭირა ღილაკს ძებნა, მიუთითე სასურველი პარამეტრები და ძალიან მარტივად მიიღე შესაბამისი ნორმატიული აქტების ან საინფორმაციო მასალის ჩამონათვალი. დაიმახსოვრე, კოდექსში ინტერნეტის მსგავსად ხდება მუშაობა. ანუ, მოძებნილი ნორმატიული აქტების სია შეიცავს ბმულებს და სასურველის მონიშვნით გაიხსნება იგი. აქ კი, სარჩევის რეჟიმში, გამოჩნდება ნორმატიული აქტის სტრუქტურა, შედარების ზოლი და ამ ნორმატიული აქტის ცვლილებების ისტორია. სასურველი პუნქტის მონიშვნით კი გაიხსნება იგი და მისთვის იმავდროულად მოხდება შედარების ზოლისა და ცვლილებების ისტორიის ლოკალიზირება. შედარების ზოლში თარიღის მონიშვნით კი უკვე ამ თარიღის მდგომარეობით გამოჩნდება მისი იერარქია, ხოლო ტექსტის მონიშვნით ამავე თარიღისათვის მიიღებ ამ პუნქტის კოდიფიცირებულ ტექსტს. სარჩევის რეჟიმში თუ აირჩევ სასურველ თარიღებს და მონიშნავ შედარებას, კოდექსის განყოფილება გაიყოფა ორ ნაწილად, სადაც ამ თარიღების მიხედვით გამოჩნდება კოდიფიცირებული ტექსტის ძველი და ახალი მდგომარეობა და შენ მათ შორის განსხვავებას თითოეული აბზაცის, წინადადების თუ სიტყვის დონეზე ფერების მიხედვით დაინახავ. ტექსტის მონიშნულ ნაწილს კოპირებისა და ფორმატირებული კოპირების დახმარებით გადაიტანს სასურველ პროგრამაში ან ყოველგვარი სხვა პროგრამების გამოყენების გარეშე ამობეჭდა მას. შენ გჭირდება გარემო, რომელიც შეცვლის ყველაფერს. შენ მუშაობისას უამრავ დროს კარგავ სხვადასხვა იურიდიული ტერმინის განმარტების სანახავად. დღეს კი GSS გარემოში უკვე გაქვს იურიდიული ლექსიკონი. აი მაგალითად, მონიშნე უცნობი ტერმინი, კონტექსტური მენიუდან გამოიძახე განმარტება და მარტივად გაერკვიე მასში. გარდა ამისა, ლექსიკონის გამოძახება ნებისმიერ დროს შეგიძლია, სადაც სრულისამებრ მოიძიებ შენთვის უცნობი ტერმინის განმარტებას. დაიმახსოვრე, რომ იურიდიული ლექსიკონის ბაზა განახლებადია და მას უამრავი ახალი ტერმინი მუდმივად ემატება. გაითვალისწინე, რომ შენ იღებ მონაწილეობას ლექსიკონის ბაზის გამდიდრებაში, რადგან მას ახალი ტერმინები შენს შეგიძლია დაამატო და ისინი ხელმისაწვდომი გახადო კოდექსში მომუშავე სხვა იურისტებისთვისაც. შენ გჭირდება გარემო, რომელიც შეცვლის ყველაფერს. სანიშნეების მეშვეობით მოძიებულ ინფორმაციას მარტივად ჩაინიშნავ და შემდეგ ხელახალი ძებნის გარეშე გახსნი მას. აქვე შესაძლებლობა გაქვს უკვე ჩანიშნულ ბმულებს ორგანიზება გაუკეთო სასურველი იერარქიის მიხედვით. გარდა ამისა, შენ უკვე მარტივად შეგიძლია იხილო ბოლო პერიოდში შენს მიერ ნანახი ნორმატიული აქტების ისტორია და სანიშნეების მსგავსად სურვილისამებრ მარტივად გახსნა ისინი. შენ გჭირდება გარემო, რომელიც შეცვლის ყველაფერს. შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია იხილო კოდექსის მონაცემთა ბაზის მდგომარეობის თარიღი და მასში არსებული დოკუმენტების რაოდენობა. უფრო მეტი, ამ თარიღიდან გამომდინარე, მარტივად გახსნი ბოლო 1 კვირის, 2 კვირის ან 1 თვის მანძილზე დამატებულ და განახლებულ დოკუმენტების ნუსხას.
GSS-ის სერვერიდან ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩამოტვირთო ახალი და განახლებული დოკუმენტები. ან ეს სასურველი პერიოდულობით უბრალოდ დაავალო პროგრამას. უფრო მეტი, შენ შეგიძლია სასურველი დოკუმენტი, ნორმატიული აქტი თუ კანონი გამოიწერო და პროგრამა GSS-ის სერვერიდან ახალი და განახლებული დოკუმენტების ჩამოტვირთვისთანავე იმავდროულად ინფორმაციის სახით ავტომატურად შეგატყობინებთ თქვენს მიერ გამოწერილ ნორმატიულ აქტში შესული ცვლილებების შესახებ. შენ გჭირდება გარემო, რომელიც შეცვლის ყველაფერს.